ვარსკვლავური მოტივები უკავშირდება ზეცას, მარადიულობას და რწმენას, რომ სიცოცხლე ამ სამყაროში არ მთავრდება. ეს ყველაფერი ერთად დეტალურად მოხატული კედლები, თაღები და მოზაიკები ქმნის სივრცეს, რომელიც არა მარტო ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ გრძნობაც გაქვს, რომ რაღაც წმინდა და დიდებულის ნაწილი ხარ. ამ ადგილის ყველაზე საინტერესო და მისტიკური ნაწილი კი ლეგენდაა, რომელიც უკავშირდება ქუსაბ იბნ აბას, წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილს და თანამოაზრეს. ლეგენდის მიხედვით, მე-7 საუკუნეში სამარყანდში ჩამოვიდა წინასწარმეტყველი მუჰამედის ბიძაშვილი ქუსამ იბნ აბასი, რათა ისლამი გაევრცელებინა. ადგილობრივებმა იგი უარყვეს და სიკვდილით დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს, მაგრამ სასწაული მოხდა. ქუსამი წამოდგა, თავი ხელში აიღო და მთისკენ გაემართა. ამბობენ, რომ მან თავი შეაფარა გამოქვაბულ, სადაც აღმოაჩინა უკვდავების წყარო. დალია მისი წყალი და ამით უკვდავი გახდა. მრავალი მომლოცველი სწორედ ამ რწმენით სტუმრობს ადგილს. დღესაც კი ბევრს ჯერა, რომ ქუსამ იბნ აბასი ცოცხალია და იმალება მავზოლეუმის ქვეშ. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს შაჰი-ზინდა, რაც ნიშნავს ცოცხალ მეფეს. რა საინტერესოა რა. მოკლედ, თუ ოდესმე მოხვდებით სამარყანდში, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ულამაზესია, არამედ იმიტომ, რომ აქ სამარყანდის სული ცხოვრობს. დღე კი ტრადიციულად უზბეკურ რესტორანში დავასრულე. ჩემი შემდეგი ვიდეო ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება. ჩვენი წინაპრების დიდი ხნის ოცნებას ვისრულებ. ვფიქრობ ძნელი მისახვედრი არაა თუ რის მონახულებას ვაპირებ. ვერსიები მაინც დამიწერეთ კომენტარებში. ასე რომ, გამომიწერეთ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერივარ და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.